ჩაგვერთვება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, მანამდე კი მინდა ევროკომისარ ვარჰეის დღევანდელ ვიზიტთან დაკავშირებით გაგაცნოთ მთავარი არხის დირექტორის ნიკა გვარამიას სტატუსი, რომელიც მან 19 წუთის წინ გამოაქვეყნა Facebook-ის საკუთარ გვერდზე. ევროკომისარ ვარჰეის დღევანდელი განცხადებების საქართველოში დემოკრატიული პროცესების პოზიტიური განვითარების შესახებ დამაბნეველი და იმედის გამაცრუებელია. ეჯგარეშია თუ როგორ იქნება ეს გზავნილები გამოყენებული სამთავრობო პროპაგანდის მიერ ქართული ოცნების უმძიმესი ავტოკრატიული მმართველობა ევროკავშირის სახელითვე გამოცხადდება ევროკავშირისთვე მისაღებ მმართველობა და უარესი. მთავარი გზავნილი იქნება, რომ მნიშვნელოვანი არ არის არც ევროპარლამენტის, არც სხვა ევროსტრუქტურების თუ საერთაშორისო აქტორების განცხადებები და პოზიცია, რადგან ოლიგარქი ივანიშვილი ბოლოს მაინც ყველაფერს დაალაგებს. ასევე არ იწვევს ერთს ივანიშვილის უძლეველობის მითის განსამტკიცებლად მძიმედ იქნება ექსპლუატირებული ის გარემოებაც, რომ კომისარი ვარჰეი იპიპიდან გარიცხული უნგრეთის პრეზიდენტის ვიქტორ ორბანის გუნდის წევრია და პრემიერი ღარიბაშვილი რამდენიმე დღის წინ სწორედ ორბანს შეხვდა და ორბანმა მას, ანუ ივანიშვილს და არა საქართველოს აღუთქვა მხარდაჭერა. სამწუხაროდ გარდაუვალია ამ არაჯანსაღის სამთავრობო პროპაგანდისტული გზავნილების მასიური ცირკულაცია იმ მიზნით, რომ მძიმედ დაზიანდეს როგორც ქართული პროდასავლური საზოგადოება, ასევე საკუთრივ ევროპული ინსტიტუტების ავტორიტეტიც, დაწერა 20 წუთის წინ მთავარი არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე და მივესალმები ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ნიკა მელიას, რომელიც ბრიუსელში იმყოფება. საღამო მშვიდობისა ნიკა, ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. რასაკვირველია, ეხლა მით უმეტეს საინტერესოა თქვენი შეფასება ევროკომისარ ვარჰეის დღევანდელ ვიზიტსა და განცხადებებზე, ვიდრე შიდა პარტიულ ამბებზე გადავალ შეკითხვებით. სწორედ ბრიუსელში იმყოფებით ეხლა თქვენ ბრიუსელში, სადაც 10 დღის წინ მიიღო ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა ის რეზოლუცია, სადაც იყო საუბარი სააკაშვილზე, ნიკა გვარამიაზე, კრიტიკული მედიების მფლობელების დევნაზე, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე და ასე შემდეგ. და დღეს მოვისმინეთ ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ. თქვენ რა სიტყვით ევროკომისარ ვარჰეის დღევანდელ განცხადებებზე, რომ ქვეყანაში აღმშენებლობაა, ეკონომიკური შენება, ქუჩაში რომ გაიარა, აღმოაჩინა, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში თურმე ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის და ასე შემდეგ. მადლობა შესაძლებლობისთვის. მადლობა. ჩვენ გუშინ გქონდა შეხვედრა ბატონი ვარჰეიმის ევროკომისარის ხელმძღვანელობასთან დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში და რომ არა თბილისში მისი ვიზიტი, ისიც უნდა დასწრებოდა ამ შეხვედრას და შემიძლია გითხრათ, რომ მის ოფისში, მის ხელმძღვანელობას აქვს ერთადერთი, ანუ ადეკვატური დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით 12 პუნქტის არ შესრულება მაქვს მხედველობაში და აქ ადგილზე ძალიან სწორად აფასებენ რეალობას. ისინი არიან მდგომარეობაში, სადაც არც მალავენო არავითარ შემთხვევაში მათ არ აინტერესებთ ცალკე აღებული არც ბატონი ივანიშვილი, არც ბატონი ღარიბაშვილი და არავის საერთოდ ქართული ოცნება, მაგრამ ძალიან აინტერესებთ, რომ ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოიყენოს ქართულმა ხალხმა. ის რაც ბატონმა ევროკომისარმა დღეს ბრძანა საქართველოში მევაფასებაზე გამომდინარე გუშინდელი შეხვედრიდან მის ოფისში, მის ხელმძღვანელობასთან ხარს უსვამდა, არა უბრალოდ მის თანამშრომლებთან. და დღეს მიმდინარე შეხვედრები რაც ჰქონდა, იყო კიდევ ერთხელ ავანსად გაცემული შანსი და დაფიქსირება იმისა, რომ ხელისუფლების მიმართ ევროსტრუქტურებს, ევროპარლამენტარებს აქვს მოლოდინი მათგან, რომ ყველაფერს გააკეთებენ მიუხედავად იმ თვალთმაქცობისა, რასაც ისინი ჩადიან ბოლო თვეების განმავლობაში. აბა რა გაგვიხარდებოდა მეორე მხრივ, ვინგა რომ ჩამოსულიყო ევროკომისარი და ეთქვა, რომ არაფერს არ აკეთებს ქართული ოცნება და ფუჭია ეს მცდელობა. ამას ისინი არასოდეს არ ეთქვიან. მაგრამ მერწმუნეთ, ეხლა მე რო აქედან არ გერთვებოდეთ და უკვე 7 შეხვედრა გავმართეთ და ხვალ კიდე 3 შეხვედრა გვაქვს და მე მომესმინა საკუთარი ყურებით და არ გამეგო ის რაც გავიგონე, მე ასეთი აპლომბით თქვენთან ახლა ვერ ვისაუბრებდი.
მე დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად ცდილობისა, რაც ქართულ ოცნებას აქვს, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით უდიდესი შესაძლებლობა აქვს ქართულ ხალხს, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, თუნდაც გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რაც რა თქმა უნდა არის ძლიერი ფაქტორი აქ ბრიუსელში. ისინი ქართული ოცნების მხრიდან არ მოელიან, რომ ზედმიწევრით 12-ვე პუნქტს შეასრულებენ, მაგრამ მათთან აქ კომუნიკაციისას მე დავწმუნდი ჩვენს მეგობრებთან ერთად, ყველაფერს გააკეთებ, რომ ქართულმა ხალხმა იზეიმოს მიუხედავად იმ წინააღმდეგობისა, რომელიც ხელოვნურად იქნება. ანუ თქვენ ეს განცდა გაგიჩნდათ, ნიკა, აი თქვენ მკითხეთ მე, რომ აბა რა გაგიხარდებოდაო და მე გამიხარდებოდა, რომ დღეს განცხადება ყოფილიყო, რომ ჩვენ რეალურად მივიღებთ სტატუსს, რომელსაც ველოდებით და რომ ყველაფერი კეთდება ამისთვის. აი ეს ნამდვილად გამიხარდებოდა, თქვენ რა შთაბეჭდილება დაგჭათ, სტატუსს მივიღებთ ჩვენ? არა, მე თქვენ არ მოგგვართეთ, მე ვთქვი, აბა რა გამიხარდებოდა, საპირისპირო განცხადება გაეკეთებიათ. დიახაც, ეს არის ბრიუსელის სამწუხაროდ ბრუსელსაც სტრატეგიული და ტაქტიკური სულების გაკეთება უწევს, ვინაიდან კარგად აქვს წარმოდგენილი, ვისთან აქვს საქმე ქართული ოცნების შემთხვევაში, მაგრამ რომ არ დამავიწყდეს, მინდა გითხრათ, თუ კი რამე აქ ბრიუსელში ახლა და წინა მე მესამეჯერ ვარ უკანასკნელი თვეების განმავლობაში აქ ჩამოსული და ნამდვილად აი ამ ორ დღეში რაც მოვისმინე, წინა შეხვედრებზე არ მომისმენია. ისინი გულნატკენების გესაუბრებიან, რომ თქვენ ოპოზიციაში, თქვენ გარკვეული წარმომადგენლები, რატომ კლავთ შანსს და რიტორიკის დონეზეც თუნდაც რატო საუბრობთ, რომ ეს შესაძლებლობის ფანჯარა უკვე დაიხურა. მაშინ, როდესაც ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენ კანდიდატის სტატუსი მიიღოთ. ეს რაც შეიძლება ითქვას საჯაროდ. პლუს ძალიან ცალსახად აღინიშნა თითქმის ყველა შეხვედრაზე და არა უბრალოდ ევროპარლამენტარებთან შეხვედრებისას, სადაც ისინი ბევრად მოქნილები არიან ყოველთვის პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისას, განსხვავებით ევროკავშირის აღმასრულებელი რგოლების წარმომადგენლებისგან. აქ არის ჩამოყალიბებული პოზიცია. მანამ სანამ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არსებობენ, თუ კი რაიმე არის, რომ თავარი წინაღობა არის პოლიტიკური პატიმარი, ნებისმიერი იქნება ეს მიშა სააკაშვილი თუ ნიკა გვარამია. აი ეს ცალსახად აღინიშნება და ამ მიმართულებითაც მე გარწმუნებთ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს მათი სტრატეგიული და ტაქტიკური გათვლების გათვალისწინებით. და მე ვფიქრობ, მე ასე გავუწევდი რეკომენდაციას ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, როგორც საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შესაძლებლობა ჰქონდა ბოლო 2 წლის განმავლობაში უშუალოდ შეხვედრა და გადაწყვეტილებების მიღების პირებს, რომ შევხედოთ ბატონი ევროკომისარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, როგორც პრაგმატული თვალსაზრისით გამომდინარე გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსთვის მინიჭებას ევროკავშირის სტატუსისა მიუხედავად იმ წარმოუდგენელი ხელშესახები წინააღმდეგობისა, რომელსაც თვითონ თქვენდე ქართული ოცნება რაღაც ცოცხალი კედელებით აღმართავს ნიკა, ეხლა თქვენ ამბობთ, რომ ბრიუსელში იმყოფებით და გქონდათ შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანი. როგორ ფიქრობთ, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის რანგში ეს თქვენი რიგითი მორიგი შეხვედრები არის თუ ეს არის ამ რანგში თქვენი ბოლო შეხვედრები, გამომდინარე იმ განვითარებული პროცესებიდან, რაც ხდება ეხლა თქვენს პარტიაში და მე არ მქონია შანსი თქვენთან მესაუბრა ამ პროცესებზე, მაინტერესებს გავიგო როგორია თქვენი რეაქცია. ეს თქვენი ბოლო ვიზიტია თავმჯდომარის რანგში ბრიუსელში. დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ბოლო ვიზიტია ეს ჩემი თავმჯდომარის რანგში თუ არა, ამას არ ვიქნები. ალბათ ბანალურად მაინც ჟღერს ეს ფრაზა რაც უნდა ვთქვა. რა თქმა უნდა, ამას გადაწყვეტს პარტია ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლები, მხარდაჭერები და პარტიის წევრები, მათი აბსოლუტური უმრავლესობა. მე მოლოდინი მაქვს, რომ მინიმუმ 10% მაინც ჩვენი პარტიის მხარდაჭერების ამორჩევლებისა მიიღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას, ვარაუდობ სადღაც 50-70,000 ადამიანს. და როდესაც უშუალოდ საარჩევნო კამპანია დაიწყება და ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ ძალიან გულწრფელები
ვიყოთ როგორც პოლიტიკოსები ჩვენი პარტიის ხარდაჭერებისა და ამორჩევლების მიმართ და მათ მიეცემათ გააზრებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, მე ვფიქრობ, რომ თამამად შემიძლია თქვა ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ჩემი ბოლო ვიზიტი პარტიის თავმჯდომარის რანგში აქ. უკაცრავად დაგაკონკრეტებინებთ, მომეცემა შესაძლებლობა ვიყოთ მოგვეცემა შესაძლებლობა ვიყოთ ძალიან გულწრფელები. ანუ რამის თქმას აპირებთ, როგორც იტყვიან კარტების გახსნას აპირებთ, ისეთი რამეების თქმას აპირებთ, რაზეც აქამდე არ გისაუბრიათ? ეს იგულისხმეთ ახლა? არა, როდესაც საარჩევნო კამპანია იმართება, რაც არ არის უცხო პარტია ნაციონალურ მოძრაობისთვის, არც თუ ისე ცოტა ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლისთვის, ლიდერისთვის, არც ჩემთვის არ არის უცხო არჩევნები, არც შიდა პრაიმერისი, არც ელექტრონულ ფორმატში გამართული არჩევნები, მით უმეტეს არც გარე არჩევნები, 5 ჯერ მიასპარეზია სხვადასხვა ტიპის არჩევნებში და მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესში თუ კი რამე შეიძლება კომფორტი შემძინოს პოლიტიკურ პროცესს გულისხმობ არის არჩევნები, იქნება შიდა და გარე და რატომ? ხო, მაგრამ გულწრფელობაში რა იგულისხმეთ? მე გამიჩნდა განცდა, რომ რაღაცის თქმასაა ნონსენსი. არა, პარტია ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი ყოველთვის იმსახურებდა და იმსახურებს კონტეს სრული წარმოდგენა დაწყებული გეგმებთან დაკავშირებით, შესრულებულ და შეუსრულებელ გეგმებთან დაკავშირებით, ხედვასთან დაკავშირებით, როგორ ხედავთ ჩვენ პოსტბიძინა ივანიშვილის საქართველოს, როგორ უნდა მივახციოთ პოსტბიძინა ივანიშვილის საქართველოს, ანუ მანამდე როგორ უნდა მოხდეს ცვლილებები, როგორი არის ჩვენი აწყო. ამაზე მე მგონი აქამდე უნდა ქონოდათ ინფორმაცია თქვენს მხარდამჭერებს, ნიკა. ამაზე აქამდე უნდა ქონოდათ ინფორმაცია და როდესაც თქვენ გადანაშაულებენ იმაში, რომ კოორდინაცია აღარ იყო მთელ პარტიასთან და იყო ბევრი ცხენა თანაპარტიელების მხრიდან, იყო ბევრი პრეტენზია, ეხლა აი ამ თემას თქვენ ნებით თუ უნებლიეთ ხომ არ შეეხეთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი აქამდე უნდა ყოფილიყო ცნობილი თქვენი თანაპარტიელების. პარტიული ბეწუნეთ თითოეულმა იმ ადამიანმა, ვინც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ისაუბრა, რაც ისაუბრა, არანაკლებ ჩემზე კარგად არიან ინფორმირებულნი, ანუ არაფერ რაღაც განსაკუთრებულს მე არ გულისხმობ, უბრალოდ არის საკითხები, რომელიც არ ემსახურება პარტიის სიძლიერეს, როცა შენ საჯაროდ არასწორ კონტექსტში საჯაროდ საუბრობ, მაგრამ საარჩევნო კამპანია იძლევა ამის შესაძლებლობას, ვინაიდან შეჯიბრებითობა იმართება. რა იყო წარსული უახლოესი, რა არის აწყო, როგორ უნდა იყოს მომავალი. რა როგორ ვერ მიიღწა, რა მივახციეთ, როგორ ხედავ მე პირადად გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებას და ბევრ კიდე სხვა საკითხთან დაკავშირებით, რომელთა ნაწილზე გეთანხმებით მე არასოდეს არ მისაუბრია, არა იმიტომ, რომ არ მინდოდა საუბარი დიახაც არ ვთვლიდი საჭიროდ, ვინაიდან პარტიის ინტერესებს ეს არ მოემსახურებოდა. საარჩევნო კამპანია დიახაც გავალდებულებს შენ უკვე როგორც კანდიდატს იყო პრაგმატული, იყო გონივრული, იყო გულწრფელი და იყო საქმიანი და იყო მაინც გულწრფელობას მეორედ ახსენებ თუ მესამედ, ანუ მაინც რაღაც ისეთის თქმას აპირებ, რაზეც აქამდე არ გისაუბრია და რა არის, რას ეხება ეს? ამ წლების განმავლობაში მე ამ პარტიაში არ ვარ არც 8 და არც 9 თვე და არც 1 წელიწადი. მე ამ პარტიაში ვარ უკვე დაახლოებით 9 წელიწადია და შეუერთდი თქვენ იცით პარტიას, როდესაც პარტია აღარ სარგებლობდა არც სახელმწიფო პრივილეგიებით და აღარ იყო ერთი სიტყვით ხელისუფლებაში და ეს პარტია ჩემთვის მართლაც ოჯახის ტოლფასია 9 წელიწადი. მე აქ უამრავი თანამებრძოლი, უამრავი მათგანი, ძალიან ერთგული თანამებრძოლი შევიძინე და აქ გავატარე ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები და ბრძოლაში. ეს არის უბრალოდ კლასიკური პოლიტიკის კეთების პლატფორმა, სადაც მე იშვიათად გინაღი ვარ ხო გალსტუკით, ვინაიდან სულ სხვა არენაზე ვიწევდა ბრძოლა და
მაგრამ არასაკმარისად ჩაგითვალათ რაღაც ნაწილმა ეს ბრძოლა და თქვენ ჩემზე კარგად იცით მთავარი პრეტენზია არ გაკეთდა ყველაფერი და მაქსიმუმი მიხეილ სააკაშვილის დასახსნელად ტყვეობიდან და დაშლილი საპროტესტო აქციები აი ეს ორი არის უმნიშვნელოვანესი რასაც ბოლო პერიოდში გიყენებდნენ თქვენ მთავარ პრეტენზია და ამის მიღმა ეხლა როცა უკვე განცხადებები კეთდება თქვენი მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელთა მხრიდან გვესმის რომ კოორდინაცია არ იყო პარტიის წევრებთან გვესმის რომ დისკომუნიკაცია იყო და ასე შემდეგ რა გაძლევთ იმის თქმის საშუალებას რომ თქვენ შეინარჩუნებთ პარტიის თავმჯდომარის პოსტს ამორჩეველმა მხარდაჭერებმა და პარტიის წევრებმა უნდა გადაწყვიტონ და მე ამ ადამიანებს ვიცნობ წლებია ბევრ მათგანს პირადად და ძალიან ბევრი თანამოაზრე მყავს და ბევრი რამ მათიციან, ბევრი რამ მე ვიცი და რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება კმაყოფილი იყოს ნებისმიერი ნაციონალ მოძრაობის წარმომადგენელი ამ მხარდაჭერი, როდესაც ჯერ კიდევ ოპოზიციაში ვართ, როდესაც ავტოკრატიული რეჟიმი ყვავის, როდესაც მიხეილ სააკაშვილი არის პატიმრობაში, იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არის, მაგრამ იცით, მე დავინახე ჩემს გარშემო ადამიანები, რომელსაც თითქოს სხვა სული ჩაედგათ. არ ვიცი, ხა ძალიან სამწუხაროა, როდესაც მე არ ვიცი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადამიანებს უნდა დააბრკონობოდი და მქონდა ძალიან დიდი ნდობა ამ ადამიანების მიმართ და ეს ადამიანები არიან პარტიის მმართველობაში. იქნება ეს გენერალური მდივანი, პარტიის გენერალური მდივანი, მოადგილე, მე ვერ უსმინე, პატივისცემა მათ თითოეულ მათგანს გენერალური მდივანი, გენერალური მდივნის მოადგილე, დეპუტატები, რამდენიმე მათგანი, სამსახურის ხელმძღვანელები, ანუ მთელი ბირთვი 4-5 ადამიანი, რომელზეც დგას პარტია. როდესაც ეს ადამიანები უცბად იცვლიან რიტორიკას და იცვლიან დამოკიდებულებას ერთ რიგით კალენდარულ დღეს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე პასუხი მექნება, მაგრამ მექნება ცოტა მოგვიანებით. ამ ადამიანებს ვსდომებიათ ჩემი იმდენად წარმოჩენა თითქოს მე ვიყავი ამ ერთ წლის განმავლობაში ავტოკრატი, მეტი შეიძლება დიქტატორი პარტიაში, სადღაც არსებობდა უკეთესი გეგმა სამოქმედო, თითქოს მათ ჰქონდათ რაღაცა სხვა სტრატეგიული ასე ვთქვათ მონახაზები და მე ხელს უშლიდი, თუ ამას ვინმე ფიქრობს, მე მართლა ეხა ყოფილვარ ავტოკრატიული არ ვიცი მისწრაფებების მქონე, რაც ნამდვილად მეწუნეთ, ასე არ არის. გეტყვინათ ნიკა, აი თქვენი რეაქცია როგორი იყო? თქვით რომ ადამიანებიო, რომლებსაც მე ვეყნობოდიო და მე ჩამოგითვლით. მაგალითად პეტრე ცისკარიშვილი იჯდა ეხლა ამ სტუდიაში, რომელმაც თქვა რომ ის მხარს უჭერს ცვლილებებს და იმედი აქვს ცვლილებების და ახსენა კიდეც ასე ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც თავისი განცხადებებით ცნობილია, მაგალითად იგივე არ ვიცი, ბევრი ადამიანი, ვისი განცხადებები ჩვენ მოვისმენთ ირაკლი ნადირაძე და სხვები. თქვენ გეწყინათ, როგორი რეაქცია გქონდათ? სიურპრიზი იყო თქვენთვის ამ ადამიანების განცხადებები. აი იმ ერთ მშვენიერ კალენდარულ დღეს, როგორც თქვენ თქვით, რომ გაიღვიძეთ, უცებ მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი. მაშინ როცა ახლა ყოველდღიურ რეჟიმში არა სიტყვის მასალად უბრალოდ ბევრს უსაუბრია ჩვენს თანამებრძოლებს ყოველდღიურად, როდესაც შენ საუბრობ გამოსავალზე, საუბრობ მომავალზე, საუბრობ დაგეგმარებაზე, ადამიანებთან, ვინც არის დასაყრდენი ბურჯებს წარმოადგენენ პარტიისა და მე 2 დღის განმავლობაში ეს ადამიანები მოულოდნელად გაუჩინარდებიან და აღმოჩნდებიან სხვა შენობაში და გააკეთებენ იმ განცხადებას, რაც გააკეთეს, ხო და ამის შემდეგ კომენტარებს აკეთებენ თითქოს იქ ახალგაზრდები, რომელთაც დიდ პატივს ვცემ, ნაწილმა ძალიან კარგად ვიცნობ, თურმე თავიანთი ინიციატივით ჩაუტარებიათ ბრიფინგი და მათ ისევე შეიტყვეს, როგორც მე და თქვენ შევიტყვეთ და უბრალოდ მერე პოსტფაქტუმ ხარი დაუჭირეს. იცით, აქ მინიმუმ ძალიან დიდი არაგულწრფელობა სთან ქონდა საქმე. ჩვენ ქონდა გეგმაში და მე ასე ვისურვებდით, ეს პარტიის ინტერესს წაადგებოდა კონსოლიდირებული, შეთანხმებული გეგმით წარდგენილიყავით საზოგადოების წინაშე იმ კონტექსტში, მით უმეტეს რა კონტექსტშიც ჩვენ ვარსებობთ, როგორც საქართველოს მოქალაქეები გამოწვევების პირისპირ, მაგრამ ნაცვლად ამისა ჩვენ ვიხილეთ სხვა სურათი. თუ რატომ ვიხილეთ?
ამას თავისი ახსნა. არა, ეხლა უნდა გკითხოთ, ხო, თავისი ახსნა აქვს, როდესაც ამბობთ, რატომ ახლა, რა მოხდა ახლა და რა მიზანი ქონდა მაშინ ამ ადამიანების განცხადებებს თქვენს წინააღმდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ რა სიტყვით? ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესიდან დარწმუნებული ვარ, პარტია კიდევ უფრო მაღალ სიმაღლეებზე ავიდეს, არა უბრალოდ არჩევნების შემდეგ ჩემი გამარჯვებით დასრულდება. არა, მომდევნო წლებში ეროვნულ კამპანიაში მიაღწიოს პარტიამ გამარჯვება და ეს შიდა არჩევნები დიახაც იქნება საწინდარი დასაწყისი მნიშვნელოვანი და რატომ ახლა, ნიკა, რატომ ახლა ადამიანების განცხადებები გადაწყვიტეს, გაეკეთებიათ ის, რაც გააკეთეს. და ვინ გააკეთა ამასაც ხო დიდი მნიშვნელობა აქვს პარტიებისგან ბათ. ვიზეც წესი და რიგით ასევე დაწილდება ხო პასუხისგებლობა და ძალიან თანაბრად. თქვა აქ პეტრემ, რომ ჩემზეც ვრცელდება და სხვებზეც, ვინც მართალ გოლში ვიყავით. ამის შემდეგ, როდესაც 3 დღის განმავლობაში შიდა პარტიულ პაექრობას აქვს ადგილი და იჩენენ რამდენიმე მათგანი აგრესიას და ეს ხელშესახები იყო მათ შორის თქვენს ეთერებში. ახლა მე, როდესაც ეთერებში დავდივარ, გავცხარებულ ვარ და უფრო მეტად ვიდრე გავცხარებულ ვარ და ეს ყველაფერი ყოფილა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და ნერვების ვერ მომიტოქავს და ვერც ემოციები, მაგრამ შიდა პარტიულ საკითხებზე, როდესაც საუბრობთ და აგრესიას ვამჟღავნეთ, რომელიც არ არის უბრალოდ როგორც მინიმუმ გონივრული ქმედება, აი აქ მე ვიგრძენი საბოლოოდ, რომ სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც უნდა გქონდეს საუბარი, მათ შორის საჯაროდ, იმიტომ რომ ასეთი საკითხები სპონტანურად არ წყდება, რაც შემდეგ საზოგადოებისთვის ანუ ამბობთ რომ სხვა შორის აი როცა ამბობთ რომ ეს ეთერები მათ შორის თქვენი ტელევიზიის ეთერითაცო მაგალითად ძალიან ხმაურიანი აღმოჩნდა ლევან ხაბეიშვილის ეთერი დიანა ტრაპაიძესთან ლევანს გულის ხმობდა მე მაინტერესებს ნიკა მაშ ეს ადამიანები თავისი დამოუკიდებლად მოქმედებენ ეხლა და მათ არა აქვთ საფუძველი წამოაყენონ ის პრეტენზიები რასაც მათგან ისმენ რატომ არ გაკეთდა უფრო მეტი მიშას თავისუფლებლად იგივე სხვადასხვა მოქმედებებში რატომ არ იყო უფრო აქტიური პარტია არა აქვთ მათ ამის თქმის საფუძველი აქტიური პარტია მე თავდაბლობის გარეშე გეტყვით მე რომ ხედავდი დღეს და მithქვავს პარტიაში და დამენახა გამოსავალი რომელიც პარტიას კიდევ ბევრად მეტად გააძლიერებდა თუნდაც მიმდინარე წლის განმავლობაში მე ამ ნაბიჯს ბევრად ადრე გადავდგამდი სამწუხაროდ მე ეს გამოსავალი მათ შორის საკადრო ვერ ვიპოვე და ვერ ვნახე და თუ რამდენად ხედავდი ცვლილებების არსებობა და აუცილებლობას უბრალოდ თავად ჩემმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან და ამ დღეების განმავლობაში მე პირადად და ძალიან ბევრი ალბათ 10,000-ობით პარტიის ხარდაჭერით დარწმუნდა ამ ცვლილებების აუცილებლობაში როგორც მინიმუმ იდეური შეუთავსებლობაა ხო შეუძლებელია გუნდი აღმასრულებელი იყოს დაკომპლექტებული რამდენიმე წამყვანი თანამდებობის პირის მიერ მათ კონკრეტული პასუხისმგებლობა ჰქონდეთ და ერთ დღეს ისინი პასუხისმგებლობას აკისრებენ მხოლოდ ერთ ადამიანს არაფერი შემთხვევით გავრცელებული ვერსიები იმის შესახებ ორი გვარი სახელდება ერთი დავით კეზერაშვილი მეორე ვანო მერაბიშვილი ამასთან დაკავშირებით თქვენი რეაქცია თქვენი კომენტარი როგორია მას რა მოხდა ამბობთ რომ ერთ დღეს გაიღვიძეთ და დაგხვდათ სიურპრიზი რა ხდება როცა ჩვენ ბოლოს 3 კვირის განმავლობაში ვსაუბრობდით ყოველ დღე არც მეტი და არც ნაკლები მათ შორის პარტიის თავმჯდომარეებთან, მათ შორის იმ დღეს, როდესაც განცხადება გაკეთდა, ის რაც გაკეთდა, ჩემთვის მოულოდნელად და ძალიან ბევრისთვის. გაკეთდა განცხადება ისე, რომ პრესამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარაევმაც არ იცოდა და დღის მეორე ნახევარში მე ველოდებოდი სამეგრელოს რეგიონის შესაბამის პარტიის თავმჯდომარეებს, ცხეთამთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის პარტიის თავმჯდომარეებს მორიგ შეხვედრაზე, რომლის დავალებაც კონკრეტული სამსახურის ხელმძღვანელმა მიიღო 3 დღით ადრე და აღმოჩნდა რომ არც შეუტყობინებია. მაშინ როდესაც 3 საათზე შეხვედრას ველოდებოდი, რომ სამეგრელოს თავმჯდომარეები პარტიის
სამცხე ჯავახეთი. ანუ გადატრიალება გაქვთ პარტიაში, ხო, ამას ამბობთ, ეგ იგივეა ეხა რომ მე რომ მიმყავს ეთერი, შემოვიდეს აქ რეაქციის გუნდი და უცებ ხმამაღლა განცხადება გააკეთო, რომ მე აღარ შეიძლება ვიყო ამ გადაცემის წამყვანი, რომელშიც ისინი მუშაობენ. ნიკა, მას მითხარით, მე თქვენ ორი გვარი გიხსენეთ, რომელიმეს თუ უკავშირებთ თქვენ მთელ ამ პროცესებს, რაც ეხლა თქვენს წინააღმდეგ ხდება პარტიაში. ვანო მერაბიშვილი, რომელიც ოფისში არ შეუშვით და დავით კეზერაშვილი, რომლის წინააღმდეგაც თქვენი ბოლო პერიოდის განცხადებები იცის ყველა. უფრო პრაქტიკული მაგალითი რომ მოვიყვანო საზოგადოებამ, რომ კაფეოდ გამიგოს. აი წარმოიდგინეთ დღეს თქვენ დიანა ტრაპაიძე და ვიკა და არ ვიცი, ნებისმიერი სხვა ზალიკო უდუმაშვილი რომ თათბიროვდეთ 13 კვირის განმავლობაში. ყოველ დღე დღისით დილით, საღამოს და ერთ-ერთ დღეს თქვენ მიხვიდეთ დიანა ტრაპაიძე მოვიდეს სამსახურში და ზალიკო და ვიკა წავიდეს სხვა შენობაში და ჩაატაროს ბრიფინგი. ხო, გაჩნდება ეჭვები და ამ ეჭვებს რა თქმა უნდა საფუძველი აქვს და კონკრეტულ კითხვებთან დაკავშირებით, რასაც თქვენ მეკითხებით უკვე მეორეჯერ, დიახ, ძალიან საინტერესოა საზოგადოებისთვის გაიგოს სრული სიმართლე ყველაფერთან დაკავშირებით, საქმიანად ყოველგვარი სკანდალის გარეშე და ამ სიმართლეს საზოგადოება გაიგოს. თქვენ იცით ეს სიმართლე და აპირებთ ლაპარაკს, ანუ ვინ დგას ამ კამპანიის უკან, იცით და აპირებთ ამას? ეხლა რომ მითხრათ არ გინდათ? ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტია ნაციონალური მოძრაობა იყოს პოლიტიკური ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტია და არა ბიზნეს ორგანიზაცია და არა თუნდაც ნახევრად ბიზნეს ორგანიზაცია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტია ნაციონალური მოძრაობა თავისი მმართველობის სტილით იდეურად იყოს დიახაც იმ პრინციპებზე დაფუძნებული, რა პრინციპებზეც დაფუძნდა ეს თავის დროზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ჩამოაყალიბა პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ამიტომ, როდესაც მსგავსი სურათი იხატება მერწმუნეთ, ეხლა ბავშვები ხო არა ვართ, შემთხვევით არაფერი არ ხდება, მე თქვენ გვირდებით, თქვენს ამორჩეულს პირდები, უბრალოდ თქვენს მაყურებელს პირდები, რომ ყველაფერთან დაკავშირებით აუცილებლად ვისაუბრებთ. მაგრამ არა ეხლა. საარჩევნო კამპანია არის საუკეთესო ადგილი ამ ყველაფერს. კარგი, აი ეხა ჩემს ჩატში ვიკა და ზალიკო წერენ, რომ მელია წყალს გვიმღრევსო. ანუ ხუმრობთ, რა საკვირველია, ხუმრობთ, მაგრამ ეხლა ამ წყლის ამღრევას თუ კი გადავიტანთ იმ პროცესებში, ამ ხუმრობით ჩაწერილ მესიჯებს ჩემს ჩატში, ჩვენს ჩატში, თუ გადმოვიტანთ თქვენი პარტიის რეალობაში, ეს არის თქვენი მოხსნისთვის დაწყებული კამპანია. ანუ დღეს არ აპირებთ თქმას, მაგრამ იტყვით, ვინ დგას ამ კამპანიის ეს არ პირველი შემთხვევა არის უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში და არც მეორე შემთხვევა არის ჩემი თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში. ამასთან დაკავშირებითაც რა თქმა უნდა იქნება საუბარი და თუ კი პრეტენზია არის ჩემს მიმართ გასაზიარებელი, რომ დღემდე მიხეილ სააკაშვილი ვერ გავათავისუფლე, დიახაც ეს პრეტენზია მიღებულია. და დღემდე მე მიხეილ სააკაშვილი ვერ გავათავისუფლე. თუნდაც ნიკა გვარამია ვერ გავათავისუფლე. ამ პრეტენზიას მე აუცილებლად გავითვალისწინებ, მაგრამ ადამიანებს დავიწყებათ, როდესაც მათ აქვთ უფლება წაუყენონ სხვა პრეტენზია, ავიწყებათ, რომ ასევე არიან პრეტენზიის ობიექტები. მინიმუმ ის ადამიანები, ვიზეს დგას პოლიტიკური ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტია, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, მაგრამ წილი ნაყარია, მათი არჩევანია. მე მაქსიმუმად ვცდილობდა ვეცდები, ვიყო ძალიან კონსტრუქციული მათთან ურთიერთობისას, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიაში. და იცით რატომ? იმიტომ რომ პარტია ნაციონალური მოძრაობა ჰყავს მართლაც განსხვავებული ტიპის. გავიგე, მესამე დაგისახელეთ ორგვარს და ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ სააკაშვილთან დაკავშირებით. განსხვავებული პატრიოტული სულისკვეთების მქონე ხალხი, იმას ამიჩნევს, რომ სხვა პარტიებს არ ყავთ ანალოგიური. კი, თქვენ განსაკუთრებული ამომრჩეველი ხართ ნაციონალურ მოძრაობას. სულ ვამბობ ამას, რაღაც იდეით და ბრძოლის უნარიანობით ახსავსე ძალიან ბევრი ადამიანი, 9 მილიონზე მეტი, როგორც რაც არ უნდა ყინვეული იყოს, რაც არ უნდა ნაღალატების განცდა დარჩენოდა ძალიან ბევრ ჩემს თანამოაზრეს მეგობარს, ჩემი თხოვნა იქნებოდა
რომ ყველამ შევხედოთ ამ პროცესს, როგორც სახელმწიფოებრივ პროცესს. კარგი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესში გაიმარჯვებს ღირსება, მათ შორის ადამიანური ღირსება, მათ შორის პოლიტიკური და არა ანგარება და არა ფული. ეს იქნება ლაკმუსის ქაღალდი ჩემის აზრით მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის. რა იმარჯვებს ქართულ პოლიტიკაში? ფული, ანგარება, ღირსება ადამიანური თუ ღირსება პოლიტიკური. იდეა თუ პრინციპები. უპრინციპობა თუ იდეისგან დაცლილი პროცესი. მე დარწმუნებული ვარ, ვიცნობ რა პარტია ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლებს და ხარდაჭერებს დიდ ნაწილს მათგანს პირადად მხოლოდ ერთადერთი სწორი არჩევანი გაკეთდება. მე არ ვამტკიცე, რომ მე ვარ მართალი, არასოდეს არ მიკადრებია ეს არც ჩემი თავისთვის, არც ამორჩევლებისთვის. მაგრამ მე კი ნამდვილად თავდაბლობის გარეშე ვამბობ, რომ მე დგავარ დღეს იქ, სადაც არის სიმართლე. კარგი, მე გითხარი, ვახსენებთ ხო ორ გვარს ისევ, ვანო მერაბიშვილი თუ დავით კეზერაშვილი, ვის ხედავ ამ პროცესების უკან, ნიკა, თუ გამცემ ამაზე პირდაპირ პასუხს და ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ. არათუ არ გაგცემთ ამაზე პასუხს. აუცილებლად გაგცემთ, უბრალოდ მოგვიანებით, როცა საარჩევნო კამპანია მაშინ შეპირდით, რომ ჩემს ეთერში გავცემთ ამაზე პასუხს. ნიკა, ბოლო კითხვა, პეტრე ცისკარიშვილს დაუსვიმე წეღან ეს კითხვა, გუშინ კობანაკოფია, რომელმაც მოინახულა მიხეილ სააკაშვილი, გამოვიდა კლინიკიდან და ჟურნალისტებთან თქვა, რომ სააკაშვილს არ მოსწონს პროცესები, რაც ახლა ნაციონალურ მოძრაობაში ვითარდება და რა დროს ეს არის. ეს არის სააკაშვილის პოზიციაო. თქვენ რამე იცით მიშას პოზიციის შესახებ, რამე შემონათვალი გქონდათ იგივე ნაყოფიას პირით, პეტრე ცისკარიშვილმა თქვა, რომ მას არ სჯერა ბოლომდე კობანაკოფიას ინტერპრეტაციის, აი ეს იყო მისი პასუხი. მე ერთი რამ ვიცი და ერთი რამის ვჯერა, მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს იქ, სადაც არის და ასევე ვჯერა, რომ მალე იქ არ იქნება. და იმისაც ვჯერა, რომ მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, სამშობლოში მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი არ უნდა იქნეს გამოყენებული მით უმეტეს შიდა პაექრობისას, არც ვიღაცისთვის სასარგებლოდ და არც ვიღაცისთვის საწინააღმდეგოდ. ამ შემთხვევაში არც ჩემს საწინააღმდეგოდ არ უნდა გამოიყენოს არავინ, არც მე უნდა გამოიყენო ვიღაცის საწინააღმდეგოდ, არც მე სასარგებლოდ და არც ვიღაცამ თავის სასარგებლოდ. რატომ? იმიტომ რომ ადამიანი არის მდგომარეობაში, რომელიც თავის აჩრდილს გავს და ნაცვლად იმისა და რაზეც საუბრობთ 3 კვირის განმავლობაში, თითოეული 3 თვის განმავლობაში ასევე მთელი სტრატეგიული ტაქტიკური გეგმა ჩვენ ხედავთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით იყო დაცვის მხრიდან ადამიანი რამენაერად გადავიყვანოთ საზღვარგარეთ და ჩვენი პარტიული ინტერესი, პარტიული გეგმა და სტრატეგია მაქსიმალურად თანხმედრაში მოდიოდა ობიექტურ რეალობასთან. ობიექტურ რეალობასთან რომ არ გავხტარიყავით ხელის შემშლელი ფაქტორები და მე ვფიქრობ ახლა ადამიანები არიან რომლებიც იყენებენ ძალიან ჩემის აზრით მორალისგან შორს მდგომი შეიძლება იყოს ადამიანი, მათ შორის მე თუ ვიდგებოდი მათ რიგებში მეც ასე უნდა ყოფილიყავი შეფასებული, როცა მის მდგომარეობას იყენებ, როცა ჩემს წინააღმდეგ იყენებენ რაღაცა მესიჯ ბოქსი აქვს ჩამოყალიბებული, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილთან მე მაქვს მტრობა და ეს პირველი და მეორე წელიწადი არ არის. წლების განმავლობაში ხორციელდებოდა ეს ანტიკამპანია სხვადასხვა ფრონტიდან, იქნებოდა ეს ქართული ოცნება თუ სხვადასხვა და თქვენს ეთერში ნათქვამი ჩემი გულწრფელი სიტყვები, როდესაც ვთქვით და დღესაც ვადასტურებ, რომ პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი ჩემი თანამებრძოლია და მე მისი თანამებრძოლი ვარ, იმიტომ რომ უფრო მაღალი ხარისხის ურთიერთობაა პოლიტიკაში, ვიდრე მეგობრობა და ის ჩემი თანამებრძოლია, ხო, ეხლა ვერ ვისმენთ ბოლო 4-5 დღის განმავლობაში ჩემი, არ ვიცი, რა ვუწოდო, ეხლა უკვე ადამიანებს ვითანაც ერთად, არ ვიცი, წლები გამეტარებია, ხო? რომ თითქოს მე დაუპირისპირდი მიხეილ სააკაშვილს. თითქოს მე ვიღაცის ღირსეს რიგით მოქმედებ ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, თითქოს რომელიღაცა ძალოვანი მინისტრი ყოფილი მე ზურგს მიმაგრებს და ასე შემდეგ. ყველაფერთან დაკავშირებით გაეცემა ყველაფერს ძალიან სამართლიანი პასუხი, მაგრამ ფოკუსი და ოპტიკა ჩვენ არ უნდა დავკარგოთ. არის
რეჟიმი, რომელიც არის დასამარცხებელი და ქვეყანა, რომელიც არის პირობა არ თქვენ თქვით, რომ ჩემს ეთერში ილაპარაკებთ ყველაფერზე და სულ ბოლოს ერთი წუთი დამჭა. ყობანაყოფია რა გითხრათ თქვენ გუშინდელი შეხვედრის თაობაზე, სააკაშვილი ვის მხარეს არისო, რა დროს ეს იყო ახლა, პეტრე ცისკარიშვილმა თქვა, რომ შესაძლოა ეს იყოს ნაყოფიას ინტერპრეტაცია სააკაშვილის სიტყვების. ბოლო კითხვა. 2020 წელიწადი მახსოვს, როდესაც ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ ინგლისურად დაგვტოვა, ინგლისურად დაგვემშვიდობა, ანუ არ დაგვემშვიდობა და გაიმართა შიდა პრაიმერისი ჩემსა და ლევან ვაშალომიძეს შორის. ისე დაიწყო საარჩევნო კამპანია და ისე დასრულდა. არც ერთი გადაბრუნებული სიტყვა არც მე მიკადრებია ლევან ვაშალომიძეს მიმართ და არც ლევან ვაშალომიძეს უკადრებია ჩემს მიმართ ტალახის სროლა. არ ვიკადრებია და არც ვიკადრებთ არასოდეს. რატო? იმიტომ ის იყო რეალური, გულწრფელი პროცესი. და მაშინ, როდესაც საარჩევნო კამპანია დაწყებული არ არის და პირველი 3 წლის განმავლობაში აგრესიის გარდა იმ ადამიანების მხრიდან არ მიგვიღია, რომელთა პირდაპირ პასუხისგებლობა იყო წლების განმავლობაში, მათ შორის რომ პარტია ყოფილიყო ბევრად უფრო ძლიერი, ხო, ზოგი ჭირი მარგებელია პროცესია, დიახაც ყველასთვის. მე პირადად თუ გაინტერესებს დარწმუნდი, რომ რიგი ადამიანების პირობებში შეუძლებელი შეიძლება გამხდარიყო წინსვლა პარტიული. ანუ თუ მოიგებთ ამ ადამიანებს გარიცხავთ პარტიიდან თუ რას ნიშნავს ეს თქვენი ნახვა? არა, როგორ გეკადრებ? არა, ეხლა ვის აქვს უფლება ვინმე პარტიიდან გარიცხოს, მაგრამ ეხლა წამყვან პარტიულ თანამდებობებს რომ რამდენიმე მათგანი ვერ დაიკავებს, ეს წყალზე უწყადესია. დიდი მადლობა. იმიტომ რომ იყვნენ ადამიანები, ვინც არიან მხოლოდ და მხოლოდ საქმეზე ორიენტირებულნი და არა სხვა გეგმებითა და ამოცანებით არიან გამსჭვალუნი, რაზეც ვისაუბრებ მომავალში. დიდი მადლობა. მადლობა ნიკა, ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა. ანუ მე უნდა ვივარაუდო, რომ თუ თქვენ შეინარჩუნებთ ამ თანამდებობ ამ მოკლედ პოსტს, ლევან ხაბეიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ირაკლი ნადირაძე, ბოტკოველი და კიდევ სხვები უბრალოდ ვეღარ მოხვდებიან პარტიულ მაღალ თანამდებობებში. პარტია არის ცოცხალი ორგანიზმი. მე ვფიქრობ, რომ პარტიაში სათადარიგო სკამზე არის ათობით ძალიან ღირსეული, კომპეტენტური, კვალიფიციური ადამიანი, რომლებსაც აქვს უნარი იყვნენ ძალიან ეფექტურები. და ეხლა როცა იდეური განსხვავება გაქვს შენს რამდენიმე თანამებრძოლთან, ეს ეხება 3-4 ადამიანს, უნებრივია, შეუძლებელია საუბარი პროგრესზე და განვითარებაზე, სადაც არ არის გუნდური სულისკვეთება, სადაც შეიძლება თვალის დაუხამხამებლად ადამიანმა ზურგში დანა ჩაგარტყას. თუ ეს მას შეუძლია დღეს, მე ვწუნეთ ამას გააკეთებს ხვალ, როგორც ოპოზიციაში ყოფნისას, ასევე ხელისუფლებაში ყოფნისას. ნიკა, წარმატებები, მართლა ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა, მოკლედ ველოდები სიახლეებს ახალი ინტერვიუს დროს, რის თქმასაც აპირებ, წარმატებები თქვენ, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია იყო რეაქციის სტუმარი, ზურგში დანის ჩარტყმა, აი ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, რითიც მან შეაფასა მისი თანაპარტიელების განცხადებები მოქმედი თავმჯდომარის წინააღმდეგ და მან თქვა, რომ დარწმუნებულია, რომ დღეს ბრიუსელში პარტიის თავმჯდომარის რანგში მისი ბოლო ვიზიტი კი არა, ერთ-ერთი მორიგი ვიზიტი იქნება. რეკლამის შემდეგ ბრუნდებით შალვა ხაჭაპურიძესთან ერთად. იცის თუ არა მან რამე მიხეილ